საბჭოთა კავშირის ეპოქა საქართველოსთვის ისეთივე უსახური იყო, როგორც იმპერიაში შემავალი დანარჩენი რესპუბლიკებისთვის. რეჟიმი ერთფეროვნებას ითხოვდა. ერთნაირი ნაცრისფერი შენობები, ერთნაირი ავეჯით მოწყობილი ბინები, ერთნაირი მანქანები და ერთ თარგზე გამოჭრილი ტანსაცმელი. ამ ერთფეროვნებაში განსხვავებულობა რთული და ზოგჯერ დასჭადიც კი იყო. იმისთვის საბჭოთა ხანა უკეთ წარმოვიდგინოთ, ჩვენ გადავწყვეტთ ერთმანეთს ორი ქვეყანა, საბჭოთა კავშირი და ამერიკა შევადაროთ. მოდით ეს ყველაფერი ორი ოჯახის მაგალითზე განვიხილოთ. ეს საშუალო სტატისტიკური ამერიკელის ოჯახია. მონაცემების მიხედვით, მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მამაკაცებში ყველაზე მოდური იურისტის პროფესია იყო. ქალების უმრავლესობა ფსიქოლოგობას ირჩევდა. სკოლის მოსწავლეების მთავარი ოცნება კი როკვარსკვლავობა ყოფილა. რა ხდება ამ დროს საბჭოთა ოჯახში? მამა ინჟინერია, დედა მშობლიური ენის პედაგოგი, უმცროსი შვილი წარჩინებული პიონერი. უფროსი კი სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად ემზადება. სხვა ლებში ცხოვრობდნენ ამერიკელი და საბჭოთა ოჯახები. კერძო სახლი მწვანე მოლზე, კედლები წითელი, ყვითელი, ავეჯი ჭრელი და მინიმალისტური. ოთახის კუთხეში ფერადი ტელევიზორი. ალბათ მიხვდით, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. საბჭოთა კავშირში კი ამ დროს ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების ბუმია. სპეციალურად საბჭოთა ადამიანებისთვის აგებული ნაცრისფერი შენობები და ბინები, რომელსაც ხშირად ძალიან პატარა ზომების გამო ასანთის კოლოფებს ადარებდნენ. ინტერიერი თითქმის ყველა ხრუშოვკაში ერთნაირია. მისაღები ოთახის კედლებზე ყვავილებიანი შპალერი და ხალიჩა. აბაზანაში ჩეხური კაფელი და ქუთაისის ქარხნის წარმოებული წითელი სამზარეულო. აუცილებელი შტრიხი. ვიტრინაში ეგრეთ წოდებული მადონას სერვიზი. მოოქროვილი ჭურჭელი ოჯახის პრესტიჟისა და კეთილდღეობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა. ჟულინიფთი ფოტოაპარატი ზენიტი იყო. თუ ფირების გასამშრავნებელიც ჰქონდათ და ფოტოების დაბეჭდვაც იცოდით, თქვენ სამეგობროში ნამდვილად პოპულარული ადამიანი იქნებოდით. საბჭოთა მოქალაქე კი რა საბჭოთა მოქალაქე იყო? სახლის აფთიაქი, როგორც მაშინ რუსულად უწოდებდნენ, აპტეჭკა რომ არ ქონოდა. ოჯახის აპტეჭკებში კი აუცილებლად იპოვნიდით ამ ნივთს. ვიეტნამური მალა მოვარსკვლავი, იგივე ზვიოზდაჩკა, რომელიც კოღოს ნაკბენს და სურდოს ერთნაირად შველოდა. საუკეთესო საბჭოთას უნამოს წითელი მოსკოვი ერქვა. დიახ, კრასნაია მოსკვა, მას ბიჭები გოგონებს. გოგონები კი ბიჭებს სხვადასხვა დღესასწაულებზე ჩუქნიდნენ. თუმცა საქართველოში მისი საშინლად მძაფრი სურნელის გამო კრასნაია მოსკვამ ფეხი ვერ მოიკიდა. საბჭოთა ქართველები გადამყიდველებთან ნამოების შეძენას მაინც ახერხებდნენ. როგორ ისვენებდნენ საბჭოთა კავშირში? საბჭოთა მოქალაქისთვის ზე პრესტიჟული ბიჭვინთასა და ლიკანში დასვენება იყო. იმისთვის რომ სანატრელი საგზური, ეგრეთ წოდებული პუტიოვკა მოგეპოვებინა, სამსახური უნდა ქონოდა. მთელი წლის მუშაობის შემდეგ სახელმწიფო უფასო დასვენების საშუალებას გაძლევდა და 24 დღიან საგზურს გჩუქნიდა. საბჭოთა კავშირში გართობაც თავისებური გახდათ. ყველაზე პოპულარული მაინც რუსთაველზე სეირნობა, ცხელი ხაჭაპურები და ლაღიძის წყლები იყო. მიუხედავად ჩვენი უგემრიელესი ლიმონათისა, საბჭოთა მოქალაქეები მაინც ყველაზე მეტად კოკა-კოლაზე ოცნებობდნენ. კოკა-კოლის თაობა 70-იან 80-იან წლებში ისევე ერთობოდა, როგორც ჩვენ დღეს ვერთობით.